ძალიან საინტერესო სიტუაციების და მოვლენების, ასე ვთქვათ, გეოპოლიტიკური ცვლილებების და დინამიკის მოსწრანი ხდებით ფაქტიურად ყოველდღიურ რეჟიმში. ჩვენ რო ეხლა დავუშვათ რამდენიმე წლის წინ, შესაძლებელია რამდენიმე თვის უკანაც უფრო სწორედ გადაგსვა და მსგავსი ტიპის, ასე ვთქვათ, მოვლენებზე გვესაუბრო, შეიძლება ცოტა უფრო სურეალისტური აღმოჩენილი იყო ჩვენთვის, მაგრამ დღევანდელ დღეობაში უკვე რეალობა არის. და ვაკვირდები და ვხედავთ იმას, რომ აი საოცარი სისწრაფით ვითარდება პოლიტიკა რეგიონში. ეს არ დაწყებულა ახლა, ეს დაიწყო შესაძლებელია ვთქვათ პარალელი გაევლოს რუსეთ-უკრაინას შორის წამოწყებულ კონფლიქტს, როდესაც რუსეთი შეიჭრა უკრაინის ტერიტორიაზე. რა პერიოდში შემდგომ უკვე აზერბაიჯანის 2023 წელს ამ აზერბაიჯანმა აღადგინა კონტროლი მთიანი ყარაბაღის ერთეულზე და ასევე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბოლო პერიოდში 2025 წელს გამოქვეყნა თუ არ ვცდები, ევროკავშირის სტრატეგიული დოკუმენტი, სადაც ხაზი იყო გასმული ზოგადად შავი ზღვის რეგიონზე და რა თქმა უნდა შავი ზღვის რეგიონი თავისთავად მოიაზრებს სამხრეთ კავკასიის რეგიონს. ეს თქვენ კითხვას რო ასე ვთქვათ, თქვენ კითხვის გასწვრივ რო ვისაუბროთ, ეს მხოლოდ ევროკავშირი არის, ასე თქვა, ზოგადად დასავლური დემოკრატიების ინტერესები არის წარმოჩენილი ამ დოკუმენტში და მათი ინტერესები კონკრეტულად ამ რეგიონზე. ამერიკის შეერთებული შტატების განცხადება, რასაც ჩვენ დღეს ვისმენ და რასაც ვეხებით, ძალიან საინტერესო არის და რა თქმა უნდა, სწორედ ამ შესაძლებელია ითქვას ამ დოკუმენტის პოლიტიკის გამოძახილი შესაძლებელია იყოს, რომ ასე ვთქვათ, ამ კონკრეტულად ამ დერეფნის კონტროლით მაკონტროლებელი და მასტაბილიზებელი, ასე ვთქვათ, ძალა გაშდეს დასავლეთის მხრიდან, კონკრეტულად ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან რეგიონში. რამდენად გამოსვლადი არის და რამდენად არის შესაძლებელი რომ მსგავსი ტიპის ნაბიჯები გადაიდგას და რამდენად შეუძლია ძალუძს ამერიკის შეერთებულ შტატებს რომ მსგავსი ტიპის მედიატორის როლი შეასრულოს, ამას მომდენო დღეები გვაჩვენებს, რადგან ჩვენ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ძალიან ასე ვთქვათ მცურავი და ძალიან კარდინალური ცვლილებების ეპოქაში ვცხოვრობთ, განსაკუთრებით თუ ავიღეთ სამხრეთ კავკასიას. დიახ. და ასევე საინტერესოა, რომ ორი ქვეყნის ლიდერებს შორის შეხვედრა შედგა აბუ-დაბიში, ხო? და ჩვენ გვახსოვს, როგორც თავაზობდა მათ თბილისი პლატფორმას მოლაპარაკებებისთვის, თუმცა ეს ასე არ მოხდა. ეს ნიშნავს თუ არა იმას, რომ საქართველო ამ პროცესს უკვე ჩამოშორდა და გარკვეულწილად გამოეთიშა. ვიცით რა არის დღევანდელ მოვლენებს საქართველოს მე მაქსიმალურად ვესწრები რომ რაღაცა პოლიტიკური მიმართულებით არ წავიდეს და რაღაცა პოლიტიკურ შეფასებაში არ გადავიდეს, თუმცა თუ დავაკვირდებით ბოლოდროინდელ მოვლენებს თუ თუნდაც შიდა პოლიტიკურ მოვლენებს საქართველოს მაგალითზე საქართველოს საკითხით დავაკვირდებით და ვნახავთ რომ ჩვენი ნაბიჯები და თუნდაც საგარეო პოლიტიკის მიმართულებით საერთოდ აღარ არის პროაქტიული. ზოგადად რეგიონის ჭრილში თუ ვისაუბრებთ, საქართველო ამოვარდნილია კონტექსტიდან, დასავლეთის მიმართულებით საქართველო ამოვარდნილია რეგიონალურ საკითხებთან დაკავშირებით და ამ რეგიონში ასე ვთქვათ წარმოშობილი გამოწვევების წინაშე შესაბამისად მე ცოტა გამიჭირდება იმაზე პასუხის გაცემა თუ რამდენად ამოვარდნილია, თუმცა ფაქტია რომ მინიშნებები და ასე ვთქვათ კონკრეტული ასეთი ტიპის ნაბიჯები მაგას მიანიშნებს. ჩვენთვის ცოტა წარმოუდგენელია, რატო შეიძლება და ყოფილიყო მაინც და მაინც ლოკაციის ადგილი აბუ-დაბი, როდესაც სამხრეთ კავკასიის რეგიონში ჩვენ სამი სახელმწიფო, რომლებიც ირიბად ერთმანეთთან ძალიან დაკავშირებულები ვარ და არ მხოლოდ ირიბად პირდაპირადაც ძალიან რთულად წარმოსადგენია, რატო არ შეიძლება და ყოფილიყო მსგავსი ტიპის პლატფორმა გამოყენებული და არ შეეთავსებინა საქართველოს მედიატორის როლი მსგავსი ტიპის მოლაპარაკებებში. სამწუხაროა, ამას სამწუხარებით გამოთქვამ, თუმცა ეს მოცემულობა გვაქვს. რამდენად შეიძლება რომ სამომავლოდ მსგავსი ტიპის შეხვედრებისთვის საქართველოს შესთავაზოს თუნდაც რეგიონში სტაბილიზაციის კუთხით საკუთარი თავი და საკუთარი პლატფორმა მეზობელ სახელმწიფოებს, ამას რა თქმა უნდა ხვალინდელი დღე გვაჩვენებს, თუმცა ისევ და ისევ ჩვენი ყოველდღიური პოლიტიკა, ჩვენი ყოველდღიური თუნდაც სუვერენიტეტის მიმართულებით მოწყვლადობა იზრდება. შესაბამისად ახმადობა იმის რომ საქართველოს თბილისი, ოფიციალური თბილისი რაღაცა ძალის ვერტიკალს, რაღაცა პოლიტიკური დასაყრდენის ვერტიკალს წარმოადგენს დღეთა ყოველდღიურად და კონკრეტული მოვლენების და შემდგომ ასე ვთქვათ უფრო და უფრო მყიფეხდება. და ამასთან ცოტა ხნის წინ საუბრობდით ხო, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი სამუშაო ვიზიტით იმყოფება, ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელში, სადაც შეხვედრებს მართავს ევროპელ ლიდერებთან და გარდა იმისა, რომ სომხეთი სწრაფი ტემპებით ცდილობს რუსული გავლენებისგან გათავისუფლებას, ამის პარალელურად ჩვენ ხედავთ როგორ თბება ხო ურთიერთობები სომხეთსა და ევროკავშირის შორის. ეს ხომ არ მიანიშნებს იმაზე, რომ მათ შორის ევროკავშირი საქართველოს ალტერნატიულ მოკავშირეებს ეძებს რეგიონში.
კიდევ ერთხელ მოვიყვან იმ მაგალითს, როდესაც თავშად ჩვენ ამაზე რამდენიმე წლის წინ გასაუბრეთ, შესაძლებელია აბსოლუტურად ეს ილუზიური საუბარი ყოფილიყო და სურეალიზმი ყოფილიყო. თუმცა დღეს, როდესაც ვეხებით უკვე ამ საკითხს, ხელშესახები ხდება. მე მივესალმები, რა თქმა უნდა, მეტ ევროკავშირს სამხრეთ კავკასიაში და მის სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოებში, თუმცა მე საქართველოს წარმოადგენი, მე საქართველოში ვარ. შესაბამისად, მე პირველ რიგში, რა თქმა უნდა, საქართველოს გულში მატკივრობ და უწუხარებით ვიტყვი ასევე იმას, რომ კი, ამის ნიშნებს ნამდვილად ვხედავთ. თუნდაც შეგვიძლია ავიღოთ და გადავიდეთ იმ ზანგეზურის დერეფნის გამოყენებაზე, რომ რეალურად ხდება არა მხოლოდ სომხეთს, აზერბაიჯანს და თურქეთს შორის, ასე ვთქვათ, კონკრეტული ინტერესების თანხმედრაში მოყვანის ცდილობა, ასევე ევროკავშირის და დასავლეთის მხრიდან ამ ინტერესების დაახლოების ცდილობები. შესაბამისად, ამ კონტექსტიდან საქართველოს ამოგდებულია შეიძლება ვიღაცამ კონტრარგუმენტად მოიყვანოს ის, რომ აი ჩვენ ღრმაწყლოვან პორტთან დაკავშირებით კონკრეტული მიმართულებები გვაქვს და კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგება. ღრმაწყლოვანი პორტი და მასთან დაკავშირებული საკითხიც ეს პირდაპირ მასში არის იმ პოლიტიკასთან, თუ რა პოლიტიკასაც აწარმოებს დღევანდელი საქართველოს ხელისუფლება და სახელმწიფო. შესაბამისად, როდესაც შენ გექნება მძიმე პოლიტიკური სიტუაცია, მსგავსი ტიპის პორტის შენებლობის თუნდაც ვადები, თუნდაც ექსპლუატაციაში შოთა და შემდგომ თუნდაც უკვე გამოყენება, ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება, რამე თუ სახელმწიფო შესაძლებელია წარმოადგენდეს არასტაბილურ პარტნიორს რეგიონში. ძალიან მოკლედ, აი უბრალოდ ეს აუცილებლად მინდა რომ ვუთხრა მაყურებელსაც და თქვენს გაგიზიაროთ, ევრონიუსი ესაუბრა ანალიტიკოს რიჩარდ გირაგოსიანს, რომელმაც თქვა ციტატა მისი განცხადებიდან, განესხებული და შეურაცხყოფილი რუსეთი მეზობელ ქვეყნებზე გააძლიერებს ზეწოლას. ანუ თუ კი მხარეებს შორის მართლაც გაფორმდა სამშვიდობო ხელშეკრულება და ამან ბუნებრივად შეასუსტა რუსული გავლენები ორივე ქვეყანაში, მოსალოდნელია თუ არა, რომ სწორედ აი ასე ამ სცენარით განვითარდეს? ეს მოსალოდნელიც არის და ხილულიც არის. და შეგვიძლია ისევ საკუთარი ქვეყნის მაგალითით ვიმსჯელოთ. რუსეთმა კრახი განიცადა არ მხოლოდ უკრაინაში და კრახს განიცდის ყოველდღიურ რეჟიმში უკრაინაში, არამედ რუსეთმა განიცადა კრახი ირანის მაგალითითაც. ჩვენ ერთი თვის წინ მომსწრენი გავხდით იმ ალბათ ისტორიაში კიდევ ისტორია ნელ-ნელა უფრო კარგად შეაფასებს და უფრო სწორ სახელს დაარქვევს იმ სპეცოპერაციას, რომელიც მომსწრენის გავხდით ამერიკის შეერთებულ შტატებში და რა თქმა უნდა ისრაელის მონაწილეობით, რომელმაც რამდენიმე დღეში აბსოლუტურად, ასე ვთქვათ, თავზე დაამხეს ირანის რეჟიმს, კონკრეტული აი ის რაღაცა უძლეველობის სტატუსი, რომელსაც თვითონ ჩემულობდა. ჩვენთვის კარგად ცნობილია, რომ ირანი და რუსეთის სტრატეგიული პარტნიორები არიან და მათი ამ მოვლენებთან დაკავშირებით რუსეთის ერთადერთი პარტნიორული განცხადება იყო ის, რომ იგი წარმატებას უსურვებდა ირანის რეჟიმს. ამით შემოიფარგლა სტრატეგიული პარტნიორის ასე ვთქვათ გამხნევება. მეორე მხრივ ეს ასხავს წყალს რუსეთის ასე ვთქვათ უფრო გაძლიერებულ ზეწოლაზე სამხრეთ კავკასიაში და ამ შემთხვევაში ჩვენ ხედავთ რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის გაფუჭებულ ურთიერთობას, ასევე ხედავთ სომხეთსა და რუსეთს შორის საკმაოდ შერყეულ და გაფუჭებულ ურთიერთობას, ასევე ხედავთ სომხეთში რუსეთის პროპაგანდისა და ასე ვთქვათ პროპაგანდისტული მიმართულებებით და კონკრეტული პროვოკაციული მიმართულებებით ცდილობებს, თუმცა აბსოლუტურ კრახს. ერთადერთი რჩება საქართველოს სახელმწიფო, რომელიც აღმოჩნდა ჩვენ და სამწუხაროდ აღმოჩნდა ძალიან მოწყვლადი მსგავსი ტიპის გამოწვევის წინაშე. თქვენ ახსენეთ და ჩვენთვის ეს ინფორმაცია არ ახალია, რომ ევროკომისია გამოუყოფს $270 მილიონ და ასევე ნახსენები არის, რომ ძალიან მალე უმოკლეს ვადებში გამოიყოფა $1,600,000-მდე სომხეთისთვის დეზინფორმაციას და პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლისთვის. მსგავსი ტიპის დაფინანსებები ჩვენთან ასე ვთქვათ შეწყვეტილია და კიდევ ერთხელ ხაზი ესმევა იმას, თუ რამდენად რჩება საქართველოს როგორც სახელმწიფო რუსეთის წინაშე მოწყვლადი ნებისმიერი მიმართულებით, ეს მხოლოდ დეზინფორმაცია პროპაგანდას აღარ ეხება და რამდენად ცდილობს დანარჩენი ორი სახელმწიფო მაქსიმალურად პირდაპირ თუ გადატანითი მნიშვნელობით შეიარაღდეს მსგავსი ტიპის გამოწვევების წინააღმდეგ გასამკლავებლად. ალბათ საქართველოსაც შეუძლია რომ გარკვეული მაგალითები აიღოს. ჩვენ ვიყავით რეალურად მაგალითის მიცემები, მაგრამ ჩავთვლით.